გადაიდა, ომარიკო ჩხუბში მოყვა და ვერ ვაშველებთ. ვაიმე, რა ხდება, ომარიკო? რა დღეში ხართ, კაცო? გამოდი აქეთ, რა მოხდა? დებილი ბავშვი. დამალობანას სამაშობდით და ჯერ ჩამიშვა და მე ბავშვებს ჩემი საიდუმლო სამალავი უთხრა. Ქართული არის მისთან და დებილი ვიცი ქცევა. Артём, что ты делаешь? Что там происходит? მაჩვენი. Что происходит და იშხუბეს ბავშვებმა შემოხეული აქვს ჩემსაც მაისური, შეხედეთ ერთი. მაგრამ რუსებს რა უნდა ველაპარაკო, ვერ გავიგე. მართალია ომარიკო ინ გადაიდა. Артёмამ ჩაუშვა და მე ეღრიჯებოდა კიდე. ხო, რო ვერ მიპოვა ლიცი, Артёма ეუბნებოდა вот-там. Мой сын никогда бы его не ударил. Что вы говорите, ეხა რაც ქვია, кацо? არ დაარტყავდა ბავშვს. დასინიაკებული აქვს ხელი ჩემსაც. მაჩვენე омарико. Вот, посмотри. Один синяк, 2, 3. Видишь? Боже мой. Артём, я расскажу об этом твоему отцу. მამამის რო უთხრა ხო რაც ამო თავს მოიკლავს ახლა რა ბავშვისთვის. გეგონება არ იცის. Он всегда водка пьют. და საერთოდ არ უყურებს თავის შვილს. ხო შვილო, ეგეთი ხალხია რუსები, ვეგენიარს თავისას უყურებენ და არც ხვისაც კიდე ზაღლდაღორია ჩამოსული და არ ვიცი მეორე აღარ დავინახო ესეთ რაღაცა მოხდა, სწორედ პოლიციაში დავრეკავ უკვე რა. Пойдём домой, Артём. აწი აღარ ვათამაშებთ ჩვენთან. უკრაინელი ვარო, თავიდან მოგვატყუა. თურმე რუსი ყოფილა. ადეკი წამოდი ომარიკო და გამოიცვალე დახეული მაიკამერე ჩამოდი. იქნება დაგიკემსო და რა ვიცი თუ რაღაცა იატაკის სტილოდ გამოვიყენებ მე. თქვენ კიდე ბავშვებო რო დაინახავთ კაცო ამ რუსებს, გამოეცალეთ, გამოერდეთ და ნუ ეთამაშებით კაცო. თქვენი აკავრობა მაგათი კი არა. კი, ასე ცუდად რო ვარ ეხლა, კაჭოფილ შემიწვავ. შეგიწვავ ხო, წამოდი. ვასოდალიზის წამოვლი. წამოდით ბავშვებო თქვენ ხო რა თქმა უნდა. ჩემო ჯახში როგორ შეიძლება თქვენ გარეშე კარტოფილი. გამიძახით მიდი წინ. დაგემატება შენ სიდიაკები ვატყობს ახლა. გოგოებო, როგორ არის ნეტაის თქვენი კლასელი? მანქანა რო დაეჯახა გუშინ. აუ ძალიან მძიმედ არის თურმე. კლიენტი გიფსოკარდოში ყავს ჩასმული ისია და ჩენჩხილი. დედა საწყალი ბავშვი. განაღა დააშავა, რომ ესეთი რაღაცა დაემართა. დააშავა. თან ძალიან ბევრი. ჩამოგიშვი თუ გინდა ალფაბეტის მიხედვით. აუ ანასტასია, ნუ ლაპარაკობ ეგრე რა, ცოდოა. ინგადეიდა უნდა გავიდეთ ჩვენ მოსანახულებლად საავადმყოფოში და მალე მოვალთ. ნუ გადაიდა, გამარჯობა. როგორ არის თეკლა? რა კაი გოგოები ხართ რომ მოხვედით შვილო, რა ვიცი, აი, პალატაში ეძინავს ჯერ. თიკო, ეხლა რო უკვირდები არ არის ეს ცუდი ქალი, ისუს დაემსგავსა ესეთი უჯიშო. გოგო, მაგის დროა ეხლა. თუ ძინავს გავალთ მაშინ ჩვენ კარგით. მამუკალობიანზე ჩადირა ქვემოთ მე დილიდან არ მიჯამია არაფერი. კარგით შვილო, კარგით, აუცილებლად ფეტყვი რო იყავით მოსულები. არა, ნუ ეტყვით. ეგრე აჯობებს მისივე ჯანმრთელობისთვის. დი, ახალი წელი მოვიდა, გავისროლოთ ხლაპუშკა. აი 2 წუთის ომარიკო და გავისროლოთ კი. აბა მანამდე სადღე გძელო, ანასტასია გითხარი რამე. ალა ვერ ჩვენთან ვარ ჩემოინგა. წარმატების მომტანი წელი ყოფილი იყოს და გამოცდები ჩავაბორო ზაფხულში. ნამდვილად და მასწავლებლებს გადახდილი ფული ქარს არ წაეღოს. გაგვიმარჯოს. შეიძლება მე ვეღარ მოვესწრო მომდევნო ახალ წელს, მაგრამ თქვენ მეყვალეთ შვილო ჩამოთანავთ. ბებო, ეგრე ამბობდი შენ შარშანა, შეიძლება ვეღარ მოვესწრო, მაგრამ კი ხარაგერ. დამაყვედრეთ სიცოცხლე, ხო, დამაყვედრეთ. მოხუცქავს. მეკვლევინ იქნება ნეტა წელს. ძალიან საინტერესოა. წელს ვინ მოვა არ ვიცი, მაგრამ შაშარო პირდაღებული დავჭი ეგ ნამდვილად მახსოვს. ნუნუ რო იყო კაცო მოსული, ნუნუ, ცალით რკმელი რო აქ. რო კითხო ვერ დადის და მეხუთე სართულზე ფეხით იყო ამოსული მეკვლეთ. რა გინდა მე მშვენიერი ფეხი ქონდა, ყველანი ცოცხლები ვართ. ხო ახლა კიდე კაი მეკვლიე როცა ხარ მარჯვენა ფეხით უნდა შემოხვიდე თორე მაგას ის მარცხენა ფეხი სულ დასიებული აქვს. აუ ჯე, როდის გავისროლოთ ხლაპუშკა? მიდი ხო გაისროლე, გადი აივანზე. ანასტასია გაყევი რა კიდე მოპირდაპირ კორპუსის ბინაში არ შეაგდოს კაცო. ციხეს გადავჭით მაშინ. დედა რა ღვინო არის ესა ინგა მესამე ჩვენდი ვარ უკვე ტუალეტში. გააღემედი მე მგონი მოვიდა მეკუნე. დედა შედი კაცო რა იყო ფასიანი კი არ არის ეგ ტუალეტი. მამუკა? დი, ანასტასია მომსევს ეს სადაუმალო. შენი ჭირი მე რა. ისე ცხელა მესა დავიმალო ეგ არ ვიცი. სადა ხარ?
ინგა ჩოკოპაი აქ ნაყიდი მთლიანი 5 და 1 წელს არ მაძლევს. ნაგლი ბავშვი. არ მოგცემ, იმიტომ რომ გუშინ წინ შენ კევი არ მიყიდე. მე არ მიყიდია, მაგრამ კევი მაინც ქონდა 1 საათში. იმიტომ რომ როდი ვიღაც კაცმა ჩამოიარა და იმან მიყიდა. გაჭირვებულზე ამაგიაო. რა გაჭირვებულზე ამაგიაო, მარიკო, ჩოკოპაიებზე და ხაჭაპურებზე მყავ ხარ გაზრდილი. რასაც ჩემზე ვერ ვიტყოდით. დღემდე ვევჭამ ამ ნაგლი ბავშვის გამო. მომიცი ერთი აქ, ამას დავმალავ და მე გამოგიზოგებ. აუ, დი ანასტასიამ სულ შეჭამა მთელი 5 ჩოკოპაი, შეხედე. რას ამბობ, კაცო, ვიცად ადგილას დავმალე, მე აღარ მახსოვდა. წამოდი ერთი ხა ის თმებით ვარ გადავაცალო. თიკო ხო იცი წეღან ინგამ რო დამიმალე ჩოკოპაი მთელი 5. ვიპოვე და 12-ვე შევჭამი. თიკო ეს ჩემი ბოლო სიტყვებია. ანასტასია დედამ საჩუქრები მოგვიტანა. ვაიმე, მართლაც რო საჩუქრები, რა ისეთ ტავარს მივაგენი შუა ვაკეში. აბაშიძის 10 ნომერში. თოვლის ინგაც მოსულა. და იყიდიება მოჩვენი. ნახე, მან დავდე როგორი იუბკა ვიყიდე ზამთრისთვის, არაჩვეულებრივი რა. გოგო, ლილოს ფასები ქონდა მაგ მაღაზიას, კაცო. რა ერქვა? მელოგრანო, ხო? ცოტა ახლა შენი სწავლის ფული ჩემო მეხარჯა. სამაგალითო მშობელი ხარ. ტანსაცმელი ამჯობინე შვილის განათლებას. კაი, არა უშავს დავამატებ მე ცოტა ხანში. სამაგეროთ ნახე რა შარვალი გიყიდე, რო არავის არ ეცმება. არ არსებობს. ზუსტად ეს შარვალი მქონდა ტელეფონში დასკრინული. ვიცი ხო, კაცო, მაგიტო კი. რაღაც არ მომეწონა ეგ დაუსრულებელი წინადადება. ვაიმე, დაუსრულებელზე გამახსენდა. ვინ შემთხვევა თუ იცი მაგ მაღაზიაში? კეთინო დეგენერატი. ომარიკოს კლასელის დედა. რო არ დასრულდა ჩემი და მაგის შეხვედრები რა. რა იყო მე შოპინგობდა ადამიანი? რა იყო და იმდენი რაღაცა იყიდა გაოფლიანდა საწყალი კონსულტანტი მაგეების გატარებით. როგორ შეიძლება, კაცო? აბა საწყალი კონსულტანტი, სულ მაგაზე ნერვიულობ. აუ, მე რა მიყიდე მაჩვენე რა. სუტყვილად გიხარია ომარიკო. მაგ მაღაზიაში მარტო ქალის დასაცმელია. შენ ხო გიყიდა კაცო ახლები. აუ, მე რა კიდე მინდოდა. ამას ჩავიცმევ მე. რა შეიცმებ, კაცო, ჩემი იუბკაა ეგ. ვაიმე დედა. შეხედე, კი მოუხდა ისე, ხო იცი? დე თიმში ინგლისური მეწყება და უნდა შევიდე. ხომიდი და გაჭმევ მე ყიყლიყოს, განახვნოს უფალმა. მიხევლი წიგნი და ჯანდაბაში, როგორ შემითრია. ჰეი, აბა შემოიყარეთ ბავშვებო. გამარჯობა, მასწავლებელო. რა მონდომებული ხარ, ომარიკო? მიდი აბა მოყევი გაგვექილი. კარგით. My name is Omariko. I am 7 years old. My mother is bitch. ვაიმე, ეს დაგავალეთ შვილო მე რა უბედურებაა რა სიტყვებს ამბობ. ორიანი შენ. დე ორიანი მივიღე ინგლისურში. რა თქვია ომარიკო ორიანი მიიღე? ხო დაგიწერა დავალება კეთინო დეიდა. მარის სწავლე? არასწორიაო, მასწავლებელი. თუ არ იცოდა რას გიწერდა. ბავშვებო, ეროვნულებზე ხართ? წარმატებები. რა პერიოდო ამ ბავშვს ახალზე. გოგო რა უნდა მეკითხა? წუხლის რა ხმაურდა ცივილ გამოდიოდა ხუთი შვილებისგან. ვაიმე, არა გიგია შენ ეგ. თურმე გუშინ ეგ დათო ქმარი მოსულა სახლში ნასვამი. ხო, მე სახლშიც გავუგზელებიას, მაგრამ როგორც იციან ხოლმე. ხო და რაღაცა შეგამათება რომ მოსვლიათ მე ცოლქმარს სოფოსთვის კბილებში შეულეწია თურმე ყვინის ჭიქა. ასეა საქმე. აუ, უკაცრავად ქალბატონო. ეხლა თქვით რომ კბილებში შეალეწა ღვინის ჭიქაო? აუ, ხო გეუბნებით თუ შუშანი კი მოამეთქი ჩვენ ვარიანტში. არა შვილო, ამბავი მოვყევი უბრალოდ. მიშველი არსად არა თქვა ეგ. მისმინე, სახლიდან წავიდაო სოფო წეღან ამბობდნენ გოგოები, გუშინდელი ჩხუბის მერე და საცხოვრებენ სოფოსიანები. ვაიმე, სოფოს დედმამა ცხოვრობს რუსთავში. ხო, იმიტომ რომ მაგათ რო ახლა აქ რემონტი ქონდათ, სოფო ერთი პერიოდი იქიდან დადიოდა ხოლმე. ხო, რუსთაველია. აუ, ქალბატონო, რამეს თუ გვანიშნებთ, პირდაპირ გითხარით რა. რუსთაველია მეორე ვარიანტში. აუ, არ მინდოდა ვეფხისტყაოსანი. არა შვილო, დაწნარდი ვლაპარაკობთ უბრალოდ. და როგორ შეიძლება კაცოზე ნერვიულობა? რა იქნიან ახლა ნერვიულობენ ბავშვები. გოგო, სოფოს დედმამა როგორ ცხოვრობს რუსთავში? სოფოს გარდაცვლილი ყავს დედა.
და როგორ გადამწოდინდა გოგო ეგ არა კაცო ეგ ქალი არის სოფოს მამის მეორე ცოლი ხო სოფოს დედინაცვალია უკვე ნამდვილად აღარ არის სასაცილო რა ქალბატონო სამანიშვილის დედინაცვალი მოვა ხო მეორე ვარიანტში არა შვილო რა ჩვენ გინდა ეგ მოვა გამოცდაზე და შენ თქვა ვეღარ მithქვამს როგორ დავიღალე რა მე დაღლა შენ და გენახა გუშინ თენგიზის გასვენებაში 2 საათზე რო გამოიყვანეს კორპუსიდან სასაფლაომდე ვიარე სულ ფეხით აი მე როგორ უცბად დაიღუპა რა გასაწოდავებული ცხოვრება ხო გქონდა სიკვდილშიც არ გქონია ბედი აუ დიდოსტატის მარჯვენა მოვა ეხლა უხრუაშვილს მოკლავ და ზედ მოვაყრე თავის ერთკვირიან წამწამებს რეებს ეს კლასის ჩატში ამას ფილერი ხო არ აწუხებს ხო ვიჩა ფილერი გაიგეთა უხრუაშვილმა ხო აღარ საიდონლო თან კითხა საიდან ვიცი ნახე რა დაწერა ბოლოზარი არ გვინდა გოიმობაო რისთვის ვიარი სკოლაში 12 წელი ამან უეჭოლა თავის ზომა პერენგი ვერ იშოვა გოგო 2 კილო ნახევარი აქ მომატებული გოგო ალტეს აქ ბოლოზარი მე-12 კლასელებისთვის 21 მაისს ნახე თან რეები იქნება კვება გართობა DJ ჩათვალე რომ მოვდივარ ძალიან ბევრი უნდა ვიცეკო თიკო სათხარ ამდენი ხანი გოგო რავი ოქროაშვილი მელაპარაკებოდა 21-ში ყოფილა რაღაცა ბოლოზარი ალტეში და მან წავიდეთ მე შენ და სალომეო მე გადავიბი რა ნაგლი გოგოა პროსტა ოქროაშვილი უიშვეთესი გველი რო ხარ ალბათ ხვდები უკვე ჩუმად რო გეგმავ ყველაფერს მადლობა თქვი რომ ეს კლასში ჩეჩი არ ვაგზავნი აი ასე კი ზუსტად კლასში ჩეჩი გაგზავნი ახლა ეგ ვოისი აუ იმინა დავიღუპე პროსტა მოიცა წავშლი ძალიან დაგვიანია უკვე 16 კაცმა ნახა 17 18 19 კაი მოიცა რა მე მოვიფიქროთ რა ვქნა ეხლა ვერაფერს იზავთ მე ბიტრევა წავა კლასში ორშაბათს თიკვარ გააცდინო აუ ჩხუბი არ აქცდება ანასტასია თან ხო იცი ოქროაშვილი რანაირია კაი ხო ნუ პანიკობთ რა მე მოვაგვარებ მაგას ეხლავე ბავშვებო მოკლედ ანასტასიას იმის თქმა უნდა რომ რამდენიმე გოგო წავსულიყავით მარტო ალტეში ბოლოზარზე ჩვენ გოიმ კლასებთან არ მინდა უბრალოდ ასე თქვა მეტი არაფერი რა всё ინგე საბუთები გამზადი სკოლიდან გადავდივარ ხო და ამ ჭიქით ჩვენ გაგვიმარჯოს ვინც ახლა ამ მოკრძალებულ სუფრაზებს ხიდვართ მე შენ თეკლა რამაზიძია და კოტეძია აუ საოცარი სადღეგრძელოებიც ხომ მე შენ თავს ფიცაო არ წრებული მომატიკება ხოლმე ო და თქვენ გენაცვალეთ გოგოებო მარტო რო არ დაგტოვეთ და გვერდშურა მოგვიდექით დასალევად გვერდში დგომა ეხლა ნახეთ თქვენ ორი ნაბიჯის აპლიკაციით გამოძახებული ძეხვები და სუსები მისაყოლებლად აქციაში იყო წეღან ინგა სავაცალი ბარათი დაგროვილი ფულები დაუხარჯე და რო გამოვწერე მე კიდე დავაგროვე ონა ანჯეკით ჩვენ მეზობელ გოგოებს გავუმარჯოს რომლებიც ესე ღირსეულად ექცევიან თავის მეზობლებს აფასებენ მე დედას გებიცე ბიჭო დედას გებიცე მე ვფიქრობდი რომ ეს ჩვენთან ატოვარი ვიღაცამ ხო უნდა გააგრძელოს მეთქი და ამათი ნაცვლად ჩემი თავი ამ გოგოებს გავუმარჯოთ სიგდავ მესწე ევ დედა ო ეს უკვე აღარ მისიამო რუსული ლაპარაკი არ იყოს ძალიან თუ არ გინდა რომ სიტუაცია აირიოს ო მე მაპატიეთ ბიჭი მოიცი აქეთ გისმით ანასტასია არ ახსატოსვაო დედას ვეწყვი ომარიკო სანამ დედას ეთქვი მიდი აგერ კურიერი მოვიდა გამოარქვი სუსები და ძეხვები და მოგვიტანე გეფიცები ვერასოდი შენ მე რო ნახავ დერდიანსა გამარჯობა ხმაურზე გვიფიქსირდება საჩივარი თქვენი მეზობლებისგან შეწუხდნენ და უნდა დაიშალოთ ან ჯარიმას დაგიწერთ აუ ზოგი მეზობელი რა მაგარი ნაკლია პროსტა კარგი დავიშლებით ბატონო პოლიციელო დიახ დაიშალნენ მადლობა პოლიციის ეკიპაჟს ხო ეხა მეორე რაც მინდოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოგზავნეთ ერთი დაჭირდება ერთ ახალგაზრდა გოგონას ჩემთან სახლში დიახ ჩაიწერეთ მისამართი მრავლობით დაბეჭდილებები ექნება და დალურჯებები დიახ დადო დაიხატე მართლა მე გადავები ხო მხარზე დავიხატე მაგიტო ვიყავი წასული ფალიაშვილზე მეც დავიხატე დღეს მან დადო რაკენი და შერაკენი კაი ხო ბარი-ბარში ვართ ეგრე მეც მინდა ახლა აბა ეხა დაეტიე შენ მანდ დედა მაგ სტუდიაში აქვს საბავშვო კურსები ზომარიკო ბავშვებს ასწავლიან ტატუს ხატვას მაია აუ მინდა
ხო და ხვალ რომ მოხვალ ომარიკოს ყველიდან წავიდეთ მანდ, გასწავლიან ყველაფერს. მე რა ვიცი, ცხენებს და 1000 რაღაცას ხატავ რეულში. ხო, თან მასწავლებელს სულ მოწონს ჩემი ნახატები, 2 წელი კედელზე ჩამოგიდა. ხო და ეხლა ტატუები ისწავლი. იცი რა შემოსავლიანი პროფესია, ინგა? თან მაგრა ასწორებს. აუ რა მაგარია, რო ვისწავლი ჩემ კლასელებს დავახატავ ყველას. არავის არაფერს არ დაახატა ომარიკო, ადრეა ჯერ. თან ყველა შენ კლასს არ მოუხდება კაცო ეგ. რაღაცნაირი კლასელები ყავს რა. ჯემზია ბებო სურეკავ. ბებო როგორ ახარ? კარგად. იცი მე დედამ რო უნდა მიმიყვანოს ტატუების ხატვაზე? ბებო. აუჯი რაღაც ბრახუნის ხმა იყო და ბებო ხმას აღარ იღებს. 5 ლარი პამიდორი გოგო. თი რატო ყვირიც ეს ქალი? რა ვიცი რას გაიგებ ომარიკო. ეს ღირს 5 ლარი? ნახო ერთი და გური პამიდორი. არა, კაპიკათა რო არგა. რა ვარგა 5 ლარი? გავიგე რომ 5 ლარი ღირს გალბატონო, მაგრამ ეს პამიდორი ხორცისდანი თუ დაიჭრება მარტო, თორე ამას შოულებრივი ვერ მოედება. დე სიაში გიწერია ნიახური და კამა. ხო, პლანილები წამოდიგით ვიყიდოთ. გამარჯობა ჩემო კარგო, ნიახური მინდა და კამა 2 კონა იყოს. თქვენ ახალი კარტოფილი თუ გაქვთ? კი, აი, მანდალაგია ჩემო ძვირფასო წინ, 18 ლარი ღირს კილო. რამდენი? 18 ლარი. და კარგად მუშაობს კაცო ის ფასების შემსწავლელი კომისია. კაი, არ მინდა იყოს. კამაც აღარ ჩამიდო ახლა, რას მოვაყარო. ნიახური იყოს კი. აუ დე მარწყვია იქით კონტეინერში და მიყიდე. ეგ არ ევარგება ომარიკო შემოტანილია. მარწყვი არის კარგი მაისში. აუ მე ზუსტად მახსოვს რომ შაშან ამბობდი მარწყვი აგვისტოშია კაიო და ისე გავიდე ყველაფერი რომ არ მიჭამია. ნუ წუწუნებ ახლა შენი ჭირი მე რა. იმპორტულ მარცვლს არ შეგაჭმე ომარიკო გამორიცხე. წამოდი ახლა იქით ყველი ვიყიდოთ. აუ მაშინ რბილი ყველი ვიყიდოთ რა, ის ხმელი არ იყიდო. მარილიანია და ბევრ წყალს მასმევს ხოლმე. გამარჯობა ჩემო კარგო, ყველს რა ფასი აქვს? რო გავსინჯო ხო შეიძლება? ხო, მადლობა. ეს არის ფხნილის ყველი. მომაჭერი თავი თუ გინდა. აუ ვიყიდოთ რა რამე 40 წუთია დავდივარ და მარტო ეს ნახური გვაქვს ნაყიდი. თუ ნიახური. ბავშვებო დასხედით კვადრატ ამოდის. აბა დავსხედით ბავშვებო, მოვემზადეთ მათემატიკისთვის. ძლივს მოვაღწია დამლაგებელი მელაპარაკებოდა თავის შვილზე და დღეს ვისაუბრებთ სამკუთხედზე. სამკუთხედი რომელია? აი შეხედე მოსვიცის თავს და მიხვდები. საჭირო ოთახში გავალ. დასვენებაზე რას მიგეთებდი ლომსაძე? დასვენებაზე ჰოტდოგს ჭამდი მას. ო და ეხლა ის ჰოტდოგი ნაკრას ტუალეტში. წადი ხო? მაშ, ვაიმე სამკუთხედის წამოღება დამავიწყდა რომ ეჩვენებინა. მოსვიცე გამობრძანდი დაფასთან თვალსაჩინოებისთვის. აბა ვინმე ტყვის ბავშვებო, დაკვირვების შედეგად, როგორი ფიგურაა სამკუთხედი? ომარიკო გისმენ. 3 გვერდი აქვს, 3 კუთხე აქვს და მოსიძის თავს გავს. მას 2 კუთხედი არსებობს? არა. ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერ არ გამოუგონებიათ. ოი, დებილო ბავშვო. რა სიტყვებია? ქუჩაში ვარ? ქუჩაში? მას ომარიკო მესროლა ქაღალდი. ომარიკო ერთი შენიშნა და გახვალ გარეთ. ლომსაძე რა არის? ამდენი ხანი მიდოდა ტუალეტს? დამლაგებელი მელაპარაკებოდა თავის შორზე ტუალეტში მას. აუ ომარიკო მტვინი შეჭამა მას. მე არ ყოფილი ვარ მას მაბრალებს. ომარიკო გაბრძანდი გარეთ. გაკვეთილის ბოლომდე არ შემოხვალ. ტუტუციეს. დავალება ჩავინიშნეთ ხო? ომარიკო შემოდი. აბა, რა ვისწავლეთ დღეს? რადა დამლაგებლის შვილი თურმე ვერ მოეწყო მას უმაღლესში პირველ წელს და გათხოვდა კახეთში გურჯაანელ ბიჭზე. მაგრამ ლოთიაო ის ბიჭი ასე თქვა, ალკოჰოლიკი. აუ ჩიკო, უეჭველი უნდა ვიშოვოთ ის ფული, თორე იმენა ვერ წავალთ იმ ტუსოვკაზე. აუ შენ არ იცი ხო საქართველოს ბანკმა რო გააძრო მობილ ბანკის კამპანია. პრომოკოდს გააზერებ ვიღაცასთან და ისიც და შენც იღებ 5 ლარს. წამო მე ბესეთკაში იქნებიან ბიჭები და მაგეთ გავაკეთებინოთ ეგ პრომოკოდი. აუ ოღონ 18 წლიდანო და მე კი ვარ, მაგრამ შენ რა? აუ გაუმასე ტუსოვკა.
ვაიმე, კარგი, ნუ დაპანიკდი, ვიპოვე გამოსავალი, ჩემგან გავაკეთეთ. აუ ბიჭებო, მობილ ბანკზე უნდა დაგვეხმაროთ პრომოკოდის პონქში რა. აუ ვერა თიკუს წეგან თეკლა იყო მოსული და გაგვიზიარა უკვე ჩვენ მაგან თავისი პრომოკოდი. ვინ თეკლა? ო გურგენიძე რა. აუ ეგრეც ვიცოდი, მაგრამ ხომ მთელი ბიჭები მოიარა უბანში. ეხა ბანკებზეც გადავიდა. დვანიერკა. გოგო, დედა შენს რო უთხრათ მაღაზიაში? დედა, უნდა დაგვეხმარო. ხო თამო ეხა ეგ პრომოკოდი შეიყვანე მანდ. აჰა, всё, ტრანზაქცია და 5 ლარი შენს და მეც. 200 ლარზეც ავე.